მოდი ვნახოთ, რამდენად უყვარხარ მას. ბედის გაკვეთილში ხართ, შევხედოთ, ხო? რამდენად უყვარხარ ამ ადამიანს, ჩემო კარგო. რამდენად უყვარხარ პიროვნებას, ჩაიფიქრე. რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის. შენ ხარ მისი სამყარო. ეს სიყვარული მისთვის სამყაროზე დიდია. პროცესი ნულის ან ახალი გზა აქვს შენთან. რატომ შევხედოთ? ძალიან ბევრს ფიქრობს შენზე ადამიანი. რატო გაანულეთ მასთან ურთიერთობა თუ თვალს ვერ გაშორებს გრძნობები 10,000 ემოციები, დიდი სიყვარული, მონატრება, გიყურებს ენატრები, არ გიყურებს ენატრები. რატომღაც მონატრება, შეხვედრა უნდა პიროვნებას. თქვენთან ახალი გზა უნდა თქვენთან, ვისთანაც განულებულია ურთიერთობა, ადამიანს უნდა შეხვედრა. ეს სიყვარული დაიბადა ჩემშიო, დედამიწაზე ვარ, დაიბადა, გაიზარდა. დედამიწაზე დიდია, სამყაროზე დიდია. თასების დედოფალი. მადლობა რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ეს ქალიო. თუ არ ხართ ერთად ეს ადამიანი თქვენ გელოდებათ, თუ თქვენი შეწყვეტილია კონტაქტი, ადამიანი თქვენ გელოდება და დაგელოდების სიცოცხლის ბოლომდე აქ გეუბნება როგორც ჩანს. სანამდე ცლოდინი შეიძლება იქამდე დაგელოდები და ეს სიყვარული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერზე მეტად მიყვარხარო კვირის პირდაპირ ადამიანი, თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. ვინ ხართ აბა პაუზაში დამიწერეთ? არკანზეში ხარ, ვისაც შვილები ყავთ მისგან, ამ პიროვნებისგან, პიროვნება აქ შვილებს უყურებს და ამ შვილებთან ერთად თქვენზე ფიქრობს, თქვენზე საუბრობს ბავშვებთან და ისე არკანი მზე მისთვის თვალს ვერ გაშორებს ადამიანი. თუ შორს ხართ მისგან, ყველაზე მეტად თქვენ ენატრებით. სიყვარულზე უფრო მეტია აქ, როგორც ჩანს. მისი ოჯახის წევრი ხართ, შეხედეთ, მისი ოჯახი ხართ. მისი ოჯახი ხართ, მეგობრებო. არკანი ძალა დღეს რა ხდება? რაღაცა ძალიან დიდი გრძნობები აქვს ადამიანს, თქვენს და მე ამ პიროვნებას, რომელსაც ვუყურებთ. როგორ ეჭვიანობს, ფიქრობს, რომ ვიღაცა სხვა ყავს, ასევე. ვინც განხეთქილებაში ხართ ადამიანთან, ვისთანაც განხეთქილებაა. ამისათვის ან განშორებაში, ამისათვის მზად არ იყო ადამიანი საერთოდ. საერთოდ მზად არ იყო. შესაძლოა თქვენ შეაჩერეთ ეს პროცესი ურთიერთობის, მაგრამ ასეთი სიყვარული მეტიო არავის არ შეუძლია, როგორც მე შემიძლია შენს დამეო. დავიძინებ, მიყვარხარ, გავიღვიძებ, მიყვარხარ, ჩემთან ხარ, მიყვარხარ, სულ გულში ხარ, არ ვიცი. თუ შორს ხარ, ყველაზე მეტად მაინც მე მიყვარხარ, გეუბნება. ძალიან ცუდად არის შენს გარეშე ეს ადამიანი. დაიტანჯა როგორ ჩანს. თუ დაბლოკილი ყავს ან ბლოკშია, ვერ გირეკავს, ვერ წერს, საერთოდ ვერ გეკონტაქტება ეს ადამიანი, მაშინ ძალიან ცუდად არის, იცოდე. შეხვედრა უნდა, კონტაქტი უნდა შენთან, იმიტომ რომ უყვარხარ. ვინ არის გოგოებო, ბიჭებო, დაიტანჯა, მიწერეთ.
მიწერეთ, დაილაპარაკეთ, თუ რამე დააშავა. არ ვიცი, მაგრამ აქ საჭიროა ტემეთან კონტაქტი, ძალიან დიდი გრძნობები აქვს თქვენს და მე სვავს ადამიანი, არ ვიცი, შეიძლება სვამდეს, შეიძლება ენა მონატრების პროცესში დალიოს, საერთოდ აბსოლუტურად აქვს ენერგიები, ემოციური ფონი ძალიან დარღვეული აქვს ადამიანს, კოშკი აქვს ცხოვრებაში თქვენს გარეშე, საერთოდ ვერ წარმოუდგენია მას ცხოვრება, რა ხდება ნეტა? როგორ სჭირდება ტრანსფორმაცია, ცვლილებები სჭირდება ადამიანს. თქვენთან უნდა თქვენი მომავალი უნდა, არ ვიცი, რატო არ დევს აქ ბავშვი, მას საერთოდ ორსულად არის ეს გოგო როგორ ჩანს, თქვენთან უნდა ოჯახის შექმნა, ელოდება თქვენს ზარს, ელოდება თქვენგან მესიჯს, ელოდება თქვენგან ნაბიჯს, ყველაფერს ელოდება აბსოლუტურად, თქვენგან კონტაქტს ელოდება, მეგობრებო. განდეგილშია პიროვნება, ძალიან დიდი მონატრება დგას, იმიტომ რომ ვარსკვლავი ხართ მისთვის, უყვარხართ. უყვარხართ როგორ ჩანს, არ უნდა რომ იყოთ აი ესეთი ხმალაღმართული, ნეგატიური. შეიძლება სამკუთხედი იყო, ან ვიღაცაზე გაქცვალა, ან ვიღაცაზე გაცვალე, მაგრამ აქ როგორ ჩანს, ძალიან განიცდის, ძალიან წვალობს ადამიანი, ძალიან ცუდად არის, როგორ სტრესებშია, ვერ წარმოგიდგენია, საერთოდ ღამეც არ ძინავს მანდ, ისე ხშირად საუბრობს სამკუთხედებზე, თუ მაგალითად მისი ბრალია რაღაცა, აქ მიხვდა რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, თუ თქვენი ბრალია და ხედავს აქ პიროვნებას, ვიღაცა სხვას, მაშინაც მიჩვენებს, რომ ამასაც თვალს დავხუჭავო, ოღონდ დაბალანსირდეს, ოღონდ დამებრუნდესო. მე მჭირდება ეს ქალიო. თქვენ ხართ მისი სამყარო. აი ხა ეძებს გზას, თქვენამდე მოსასვლელს, არ ვიცი რამდენად ჩანს. თქვენამდე მოსასვლელ გზას ეძებს ვირფასებო. აქ საუბარი შედგება როგორც ჩანს. ბევრნი არ უშვებთ მას საკუთარ ცხოვრებაში. იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი შეცდომები გაქვს დაშვებული ეუბნებით. როგორი ძლიერიც იყო, როგორი ფინანსურად სტაბილურიც იყო, ისეთი არ არის ამ ეტაპზე. საერთოდ ძალიან დიდ ბუმერანგებშია ადამიანი. ეს ვინ არის? აქ როგორ ჩანს, ბევრთან იყო მაგიები და ძალიან ისჯება პიროვნება, რომელმაც აი ეს მაგიები მას გაუკეთა. ძალიან მაგრად ისჯება. მას ჯის სამყარო, ბედის წერას ჯის ამ პიროვნებას, სამართლიანად მიიღო ძალიან ბევრი ბუმერანგი. უკან დაუბრუნდა ეს ყველაფერი, რაც გაკეთებული იყო, გოგოებო. თუ იყო მესამე პირი, მასთან საერთოდ განულდა ურთიერთობა, მინდა გითხრათ. თუ იყო მშობელი, მით უმეტეს ძალიან ცუდად არიან მაშინ ერთმანეთში. იმიტომ რომ თქვენ ერთად უნდა ყოფილიყავით, აქ გრძნობების სიყვარული უნდა ყოფილიყო ძვირფასებო. გამოვა თუ არა კონტაქტზე, ან თქვენ თუ გახვალთ. ბევრს ეს კონტაქტი არ გინდათ, ვისაც არ გინდათ კონტაქტი, საერთოდ გაანულებთ ყველაფერს როგორ ჩანს, თქვენ აქ აღარ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ბევრთან ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა. თვითონ გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ გრძნობა აქვს თქვენს დამით და სიყვარულის თასებით ხომ დაგვტანჯა დღეს. წარმატებები ძვირფასებო მოვალ შეხვედრამდე. კარგი გაშლა იყო, ვალაიკებთ, მივიღებთ გაშლა. ბედნიერად.